ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი დაიკითხა, რომელსაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს. მისი განცხადებით 30 ნოემბერს 23 საათის შემდეგ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. მონაწილეები ფოიერვერკებს და ბლაგვსაგნებს ისროდნენ. მისი თქმით, ფეხზე მოხვდა ფოიერვერკი და მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მოწმემ განაცხადა, არ დაუნახავს თუ ვინ ესროლა ფოიერვერკი და ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამოძიება თუ გამოკვეთს დამნაშავეს, მასთან პრეტენზია ექნება. ადვოკატების შეკითხვაზე იცნობს თუ არა საქმის მასალებს და ვიდეოებს, განაცხადა, რომ არ იცნობს. ვიდეოების ნახვის შემთხვევაში კი საკუთარი თავის ამოცნობა არ შეუძლია. ადვოკატების შეკითხვები შეეხებოდა მოწმემ დაინახა თუ არა სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობა როგორც ადგილზე, ისე ტელევიზიით, რაზეც მოწმის პასუხი იყო, რომ არ დაუნახავს და არ სმენია. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ირაკლი გველესიანი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეოებში სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი ამოიცნო. მისი თქმით, ერთი ბრალდებული ჯებირს აადგილებდა, მეორე კი ნივთს ცეცხლს უკიდებდა. დღეს დაკითხულმა კიდევ ერთმა მოწმემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა მათი სამსახურისთვის მიყენებულ ზიანზე ესაუბრა. პროცესი 9 ივლისს განახლდება. ადამიანი, რომელიც მოდის და გვაჯერებს, რომ აქვს პრეტენზია კონკრეტული პიროვნებების მიმართ და ასევე გვაჯერებს, რომ ინტერესი აქვს საქმის მიმართ, ამბობს, რომ არც ერთ დოკუმენტს, არც ერთ ვიდეოს არ ეცნობა გამოძიების ფარგლებში, არც დღეს იცნობს, არც ერთ მათგანს, თუმცა პრეტენზია აქვს. შესაბამისად, ცალსახად დღეს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გედერის თანამშრომელმა ისიც თქვა, რომ აი თქვენ ახლაც ჩამერთვათო ვიდეო, მე საკუთარ თავს ვერ ამოვიცნობო აქ. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ვინმე ამოიცნოს საერთოდ, როდესაც საკუთარ თავსაც ვერ ამოიცნობს. აქედან გამომდინარე, ეს ცალსახად მიუთითებს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ მოტივაციას, რომელიც არის ამ საქმეზე. ამ ვიდეოში საერთოდ დადასტურებულად არ ჩანს, რომ რევაზ კიკნაძე პირველი ქვას ისვრის, ეს არ ჩანს და ბრალდების ხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ექსპერტი, ვერც ჩემს რეპერი, რომ აღნიშნული პიროვნება ისვრის ქვას. მეორე, ბრალდების ხარემ ვერ წარმოადგინა ერთი სამართალდამცავიც კი, რომელიც ითქვის, რომ მათი მიმართულებით იყო აღნიშნული ნივთი ნასროლი და მესამე ვერ წარმოადგინა ერთი პიროვნება მაინც, რომელიც ითქვის, რომ საფრთხე შეექმნა აღნიშნული მოქმედებით. ასევე დადასტურებული არ არის, რომ ეს არის ქვა ან რაიმე მძიმე ნივთი. რევაზ კიკნაძის განმარტებით და ვიდეოში ჩანს, ეს არის თეთრი ფერის ხელსაყრელი, რომელიც ეცემა იქვე.